ოთარ ფარცხალაძე სავარაუდოდ გეგმავდა თქვენს ლიკვიდაციას. ჩემი წყარო მაგას იძახის. კვლელობის ორგანიზებაში ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის საქმის მოწმე ადანაშაულებს. კოკა მორგოშია ამბობს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი, რომელიც კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის საქმეზე მიცემული ჩვენების გამო მასზე გაბრაზდა, მისი ლიკვიდაციის გეგმას მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში განიხილავდა. იყო საუბარი მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში, სადაც მე ამ ადამიანმა ნახა, ესე ვთქვათ, ჩემი სახლის მარშრუტი, ჩემი ავტომანქანის სურათი და ეხა ის ხალხი მისმანდი იყო თავიდან ბოლომდე ეხაც და მანამდე ჩვენთან დაპირისპირებაშია, მით უმეტეს ეხა ეს გამოძიება მიდის, რაღაცა კონსპირაციები ააწყეს, თითქოს მე რამე შუაში ვარ, თუმცა ვერ ხვდები რა შუაში უნდა ვიყო. და აქედან გამომდინარე საფრთხის საკმაოდ დიდი ალბათობა იყო. თქვენი მოშორება ოთარ ფარცხალაძეს რატომ აწყობს? დაინტერესებული მხარეა, რომ ეს გამოძიება, ესე ვთქვათ, ვერ გამოიძიონ და საზოგადოებამ და რა ვიცი, ყველამ დაიჯეროს თითქოს უძილაურმა სიმართლეთქვე. კოკა მორგოშიას მტკიცებით, მისი მკვლელობის გეგმაზე საუბარი მოსკოვში რამდენიმე თვის წინ გოდელსკაიას სანაპიროზე ამ ელიტური სასტუმროს პირველ სართულზე შედგა. აქ ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ორ პირს შეხვდა. ერთი ჩეჩნური წარმომავლობის იყო, მეორე კი ქართულად საუბრობდა. 30 წუთიანი შეხვედრის დროს მორგოშიას ინფორმაციით ფარცხალაძის თანხლებ პირებსთან მისი სახლის და ავტომობილის ფოტოები ჰქონდათ. ორი ადამიანი იყო, ერთი კავკასიური, ესე ვთქვათ, გარეგნობის, მეორე ადამიანი, რომელიც ქართულად ლაპარაკობდა, თუმცა აქცენტით, ამის შემდეგ მანამდე იყო მისული, ესე ვთქვათ, ფარცხალაძე. საეჭოდ მოეჩვენა, რომ აი რაღაცა ეს ჩემი სახლის მარშრუტის ორთოფოტო პლუს ჩემი მანქანა, ხა ვისაც ჭირდება ჩემი მანქანა მოსკოვში, ხო? და ეს არის უბრალოდ აი ამ ლოგიკიდან, ესე ვთქვათ, აწყობილი თემა, რასაც მე პირდაპირ გეუბნები, ვეთანხმები, იმიტომ რომ ეხა მე არც მალავრო, არ მქონია მასთან კარგი ურთიერთობა. ლევანის თემა, ცხონებული ლევანის თემა ფაქტობრივად, ესე ვთქვათ, ყველა მიმართულებით მისკენ მიდის. მე თავისთავად ცხადია, ჩემი პოზიცია არც თავში, არც ბოლოსში და არც ეხლა არ შემიცვლია და მე მაქვს ჩემი პირადი კითხვები გამოძიებასთან და ვფიქრობ, რომ აი ეს თემა, ანუ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით კვლელობა თავიდან ბოლომდე ქართული ოცნების პასუხისმგებლობაა. შაბათის ეთერის ცნობით, კოკა მორგოშიამ ჩვენება პროკურატურას მისი მკვლელობის მომზადების საქმეზე სექტემბერში მისცა. პროკურატურის მასალებში ჩვენი ინფორმაციით დევს მოსკოვში გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალაც. ერთ-ერთ ფოტოზე შეერთებული შტატების მიერ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის სანქცირებული ფარცხალაძის ესკორტი ჩანს. მასალას წარმოადგენს, რომ მართლა გამოვიდა იმ რესტორნიდან, მართლა იქ იყვნენ, პლუს ნუ ამ ადამიანის ხა იმას ჯერა, ვინც ჩემამდე ეს ინფორმაცია მოიტანა და ეს იყო უბრალოდ პრევენციის სახე რა. ხა თუ მთავრობა აბრალებს ამ ასე ქვია ფარცხალაძეს, რომ მოკლა ლევანი, რა ვიცი ხა რა პრობლემაა, რომ სხვის ლიკვიდაციას მოახდინოს. როგორ დატოვა ფარცხალაძე მის ორი მანქანით, ორი შავი ჯიპით. მორგოშიას დაკითხვიდან რამდენიმე თვე გავიდა. ახლა ჩნდება კითხვა, რა დაადგინა გამოძიებამ ან ვინ არის ჩეჩნური წარმომავლობის პირი, ვისთან ერთადაც ფარცხალაძე სავარაუდოდ ჯანგველაძის საქმის მოწმის შესაძლო ლიკვიდაციის გეგმაზე მსჯელობდა. ფარცხალაძე გეგმავდა მორგოშიას სავარაუდო ლიკვიდაციას. პირველ რიგში გიდასტურებთ, რომ მორგოშია გამოკითხულია აღნიშნულ საქმეში, მიღებულია მისგან ინფორმაცია და შესაბამისად ერთ-ერთ მტკიცებულება ჩაიდო საქმეში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დაიკითხება სასამართლო პროცესზე. რაც შეეხება მის განცხადებას, მან მიმართა პოლიციას და შესაბამისად ამ საკითხს სწავლობს პოლიციის სამართალდამცავი ორგანო. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, რომ ოთარ ფარცხალაძის გარემოცვას ჩეჩნეთის გავლენიან ელიტასთან ახლო კავშირები აქვს, მათ შორის კადიროვის საძმოსთან, რომელიც თბილისში თავისუფლად გადაადგილდება და ქართული ოცნების წევრებთან ახლო კავშირები აქვთ.
ეს ფოტო თბილისში სავარაუდოდ სასტუმრო სტამბაში 2024 წლის დეკემბერში ლევან ჯანგულაძის მკვლელობამდე 3 თვით ადრეა გადაღებული. ოთარ ფარცხელაძის უახლოესი გარემოცვის წევრი და ლევან ჯანგულაძის მკვლელობის ორგანიზებისთვის ზებნილი დავით მიქაძე ხამზად ჩიმაევთან ერთად ჩანს. ჩიმაევი კადიროვის საძმოს წევრია. ის თბილისში ხშირად ჩამოდის და მისი მასპინძელი საქართველოში კახი კალაძეა. როგორც ჩანს, ჩიმაევს ახლო კავშირები აქვს ჯაშუშობაში ბრალდებული ფარცხელაძის საძმოსთანაც. ახლა ჩნდება კითხვა. დაკითხვიდან თვეების თავზე ფარცხელაძის მიერ ჯანგულაძის მკვლელობის საქმის მოწმის, სავარაუდო ლიკვიდაციაზე და ამ საქმეში ჩეჩნურ კვალზე რა დაადგინა გამოძიებამ. ჩვენ ვიცით, რომ ოთარ ფარცხელაძეს ახლო კავშირები აქვს ჩეჩნურ ელიტასთან, ასევე მიქაძეების ფოტოები ვნახეთ ჩიმაევთან, კალაძის მეგობართან ერთად, კადიროვის საძმოს წევრებთან ერთად. აი, ჩეჩნურ კვალს თუ ეძებს პროკურატურა აი ამ საქმეში. გამოიყო საქმე შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის ფაქტზე და იმ საქმეში გაგრძელდება ინტენსიურად საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ყველა ვერსიას გადამოწმების მათ შორის ჩეჩნურ კვალზეც. გამოძიების ფარგლებში რაც გამოიკვეთება, აუცილებლად მოხდება მისი გადამოწმება. კოკა მორგოშია ვარაუდობს, რომ ოთარ ფარცხელაძეს მისი ლიკვიდაცია შურისძიების მოტივით სურს. მიზეზი კი ჯანგულაძის საქმეა. მორგოშია ერთ-ერთი ის პირია, რომელიც კანონიერი ქურდის ძმის შეკვეთილ მკვლელობასთან ფარცხელაძის და მისი საძმოს შესაძლო კავშირზე საუბრობდა და საქმის გამოძიებას ითხოვდა. ფიქრობს, რომ დამნაშავეებს ოცნების რიგებში მფარველები ჰყავდათ. ქართულ ოცნებაში ვისაც ხელი ეწიფება თავიდან ბოლომდე იციან აი ამ საქმის დასაწყისის ბოლოც და შუაც. ისიც იციან ვინ გააქვს რომ სამხილები, ისიც იციან ამ მკვლელობის უკან ვინ ვის იცავდა. შალვა ბედოიძე იცავდა სავარაუდოდ. არ ვიცი. შალვა ბედოიძე ხა მათი მეგობარი იყო და ვისი? ანუ ფარცხელაძე, ის უნდა ყოფილიყო. გამოკითხა რა ვიცი მე არ უნდა ვკითხავდი მაგას ხო? ანუ მინიმუმ ფაქტი არის ის, რომ ეს იყო შესრულებული მკვლელობა იმ კუთხით, სადაც დამკვეთმას და მკვლელმა ზუსტად იცოდა, რომ ზევიდან იყო ყველაფერი გარკვეული და მას არაფერი არ დაემუქრებოდა. რა ინტერესი ჰქონდა ოთარ ფარცხელაძეს ლევან ჯანგულაძის მკვლელობის ორგანიზება მოეხდინა. კოკა მორგოშია ამტკიცებს, რომ ფარცხელაძეს შურისძიების მოტივი ამოძრავებდა. მას ამბიციები ჰქონდა, რომ ყოფილიყო რაღაცა ყველაზე გავლენიანი ქართველი რუსეთში. შენ მეთქი მისთვის იქნები პრობლემა, იმიტომ რომ ეხა ლევანს ეხა ყველამ ვიცით, რომ ჰქონდა დიდი ავტორიტეტი რუსეთში, მით უმეტეს ქართველებს შორის. ჩვენებაში კოკა მორგოშია დეტალურად საუბრობს ფარცხელაძის და ჯანგულაძის დაპირისპირებაზეც. იხსენებს, რომ კანონიერი ქურდის ძმის და ჯაშუშობაში ბრალდებული ფარცხელაძის პირველი კონფლიქტი 2023 წელს სიგარეტის ბიზნესის გამო დაიწყო. ფარცხელაძის ხაზი იყო სიგარეტი. ანუ ფარცხელაძე კურირებდა თამბაქოს. ხო, მე როგორც ვთქვი, ფარცხელაძე კურირებდა, კი. და აქედან გამომდინარე ლევანს ხონდა ფარცხელაძე სიგარეტის ესე ვთქვათ ამ ხაზზე საუბარი. სადაც უნდა რომ თავის მეგობრებზე დახმარებოდა და მოთხოვა ოთარს მე ეს ვიცი. და ოთარი არ დაეხმარა მას. მე ვიცი რომ რაღაცა თითქოს დახმარება აღუთქვა, მაგრამ მე ისე არ გამოვიდა როგორც უნდა ყოფილიყო, რაღაცა კითხვები იყო და ნუ რაღაცა აი ამაზე იყო გაუგებრობა. ოთარ ფარცხელაძე რუსეთის FSB-ს გაშიფრული თანამშრომელია. ეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადგინა. გამოცემა პროექტის ჟურნალისტური გამოძიებით კი რუსეთში სიგარეტის ბაზარს სწორედ რუსული FSB აკონტროლებს და სიგარეტის მაგნატები აფინანსებენ რუსული FSB-ს შეფებსაც. ჩვენ დავინტერესდით, როდესაც საქმეში დევს ჩვენება, რომ ფარცხელაძესა და ჯანგულაძეს შორის კონფლიქტი სიგარეტის ბიზნესის გამო დაიწყო, რა დაადგინა გამოძიებამ ან მინიმუმ გამოკითხეს თუ არა ამ თემაზე ოთარ ფარცხელაძე, რომელსაც ხელს ადებენ. ოთარ ფარცხელაძის გვარი იგივე ოპერატიულ პატაკში ჩანს, ჩვენებებშიც ჩანს ბერძენიშვილის და უკვე კოკა მორგოშიას ჩვენებაშიც. ანუ თქვენ ამბობთ, რომ იმიტომ არ იბარებთ აგენტ ფარცხელაძეს გამოკითხვაზე, რომ ის საქართველოში არ არის? ფორმალურად მოძიებული ინფორმაციის თანახმად ის არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 2005 წლის ივნისის თვიდან. ანუ გსურთ დაბარება და ვერ იბარებთ?
ოფიციალური ინფორმაცია რაც დევს საქმეში ამ ეტაპზე არის კითხვები გააქვთ ფარცხალაძესთან გამოძიება დაინტერესებულია ყველა მიმართულებით რაც საქმეს უკავშირდება რაც უკავშირდება ლევან ჯანგველაძის განზრაყულობას შეკვეთით განზრაყულობას ორგანიზებას ამიტომ მიმდინარეობს რა თქმა უნდა ფინანსურ პოლიციაში გამოკითხეს ვინმე იმიტომ რომ შეხვედრა ერთი წამით სახელდებ კონკრეტულად რა საგამოძიებები ჩატარდა თუნდაც მაგ მიმართულებით ეხლა მე ვერ დავასახელებ იმიტომ რომ საქმეში არ გიგებს და ამიტომ მიკითხებით არ იმჩნევთ რომ კონფლიქტი შესაძლოა საქმეში რა გვიда რავი ჩვენც ვეცნობით ამ ხო თუ ეცნობით მაშინ შესაბამისად გამოყოფილ საქმეში აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება არ აქვს საკმარისი სამხილები თუ ფარცხალაძე ისევ ხელშეუხებელი პერსონა და კრემლთან ქართული ოცნების შუამავალია. კითხვაზე ლევან ვეფხვაძეს, რომელსაც საქმის გამოძიება ქართული ოცნების ძალოვან ბლოკში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ გადააბარეს, პასუხი არ აქვს. პირდაპირ გეუბნებით, გამოძიების ფარგლებში, რაც იყო მტკიცებულებები მოპოვებულია და საქმე წარმართულია სასამართლოში, რაც შეეხება გამოყოფილ საქმეზე, აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო. აქტიურად, თუმცა ფარცხალაძის მისთვის ბრალის წარდგენს და დაბარების აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რას მეუბნებით ბატონ ლევან, რომ პირი თუ ქვეყანაში არ იმყოფება, მას გამოკითხვაზე არ იბარებ? ნახეთ, ასადმე ვთქვი, რომ პირი არ. ხო და აბა ფარცხალაძეზე მეუბნები, რომ ივლისის მერე არ ყოფილა და ვერ ვიბარებ. არა, მე ვერ ვიბარებთ არ მითქვენ. ანუ არ იბარებ. ვერ ვიბარებთ, არ ვიბარებ. ხა მოსვინეთ, მარტივად გეუბნებით, რომ მოცემულ შემთხვევაში დევს საქმეში, რომ ის არ იმყოფება საქართველოში. ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ ვერ მოხდეს გამოკითხვა თუ რა თქმა უნდა საგამოძიებო ორგანო მნიშვნელოვნად მიიჩნევს რომ ამ შემთხვევაში მოხდეს მათ შორის გინდა ფარცხალაძე და გინდა ნებისმიერი ადამიანი. ანუ აი ხა უმნიშვნელოა მისი გამოკითხვა. დავასრულებ. ნახეთ, ვის საგამოძიებო ორგანო ჩათვლის რომ არსებობს მტკიცებულებები, გამოკითხვა იქნება, მტკიცებულების მოპოვება იქნება, ექსპერტის ჩატარება იქნება, ნიმუშის აღება იქნება თუ ასე შემდეგ, ყველა საგამოძიებო კვეთებას ჩაატარებს. ანუ ფარცხალაძეზე ჯერ არ თვლით ამას, მიუხედავად იმისა, რომ სამი ჩვენება შესაბამისად ფაქტი არის ის, რომ გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში და ეტაპობრივად მოხდება ყველა მტკიცებულის მოპოვება. გახმაურებული მკვლელობიდან 9 თვის შემდეგ პროკურატურა რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებულ ექს-პროკურორისთვის ბრალის წარდგენას ვერ ბედავს. სამაგიეროდ დააკავეს და ბრალი წარუდგინეს მისი გარემოცვის წევრებს. გაქცეულია დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე. სასჯელს ყველაზე მკაცრი რეჟიმის მეექვსე დაწესებულებაში იხდის 6 თვეა გიორგი მიქაძე, მაგრამ მისი პატიმრობა მძიმე ფსიქოლოგიური ტერორის ფონზე მიმდინარეობს. საშვები როგორ ხარ? რავი ბატონო, შენ? გაიფუტრე საფარჩაკი ყოფილა რუსა იმენა. შენ თავს ვისევარ რბილიჩუსტები შემოატანინა რომ ფეხის პლანი გავიგო ამის ჩემზე. ეს კი ვიდან მიდის ხო რა ბახაბუხიდან ამბები თქო მიქაძე ხო მოიყვანეს რა. მთელი სიღი მაგას კაროჩე რა გადაობები აი მე ვიცი ბატონო კაცად გინებია. სალიტვალით რო განახა გეგონება რომ აი ფსიქიატრიულში მოგიწეს ეს ფარული აუდიო ჩანაწერები რუსთავის ციხეში არსებულ გარჩევას და ეგრეთ წოდებულ შუმოქს ადასტურებს. ირკვევა, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების საქმეზე დაკავებულ გიორგი მიქაძეს პატიმრები ქურდების დავალებით ფსიქოლოგიურად ატერორებენ. არჩე რომ მიიყვანეს 2-3 საათი ვაფშე ხმას არ იღებ და ბადრიან ბიჭო რომელი ხარ და დაუწყო და შენი ესე რამე და ვაფშე აბაროტი არ მოუციაო. დარეკა მერე მაღალი ძმამ რა კონფერენცეს და გაატარეთო რა და გაატარეს ოფიციალურად 10 წუთში ერთხელ ვაგინებთო 10 წუთში ერთხელ ძმაო პროჭივითო ხმას არ იღებს გამოგვაყრებაო ბიჭო იმენა ჭუიდან გადაგუყვანაო რა დღეს მაგის ამოღება საიდან სადგაითი საპატიმროში განხორციელებული ტერორის შესახებ ინფორმაციას შავი სამყაროს ეგრეთ წოდებული ბოსები ციხიდან სატელეფონო კონფერენციებით იღებდნენ. ამაში პატიმრებს ოჯახის წევრები ეხმარებოდნენ. ნოდო განსხვავებული აზრი არ არის ძმა ნახე განსხვავებული აზრი არაფერში არ არის ყველა ერთაზეა 4-5 ის გარდა ყველა სახელს და გვარ ჩაგაწენებ თუ გინდა ჩემი დედა შევეცი ეხავე. სხვა ძმაო გიმენა ჯოჯო ხელშია ძმაო გოზის გაზდელები ყო ჯოჯო ხელშია.
ციხეში ორგანიზებულ ეგრეთ წოდებულ შუმოქს უპასუხეს მიქაძეებმაც და პატიმრებს, ვინც ეს სპეცოპერაცია დააორგანიზეს, აქცია გაუმართეს. ადრესატი ბადრი ნათობაძე, იგივე ბადუკა იყო. ამის შესახებ ნათობაძე იმ ჩანაწერებში საუბრობს, რომელიც საქმის მასალებში დევს. გუშინ ხო იცი აქცია რომ მომიწყეს ამის ვიღაც დაცვები მოვიდნენ გარედან მარგინები. მართლა? ფარჩაკია თქვიჩა. მაგარი ფარჩაკია. მაგარი ფარჩაკია. მაგარი. თქვია. მაგარი, აი. ფარჩაკია. ტელეფონები თილიოდი და უცინოდით რა ფარჩაკია. ბიზან მოვიდნენ. მათების ხალის ხო იცი? ხო, აი იქიდან, უკანა მხრიდან. და იგებდნენ და რა სამარცხვინო ტიპია. ბადრი ნათობაძეს 9 პატიმარს, მათ ოჯახის წევრებს, ეგრეთ წოდებულ კრიმინალურ ავტორიტეტ ნოდარ ნიშნიანიძეს და კანონიერ ქურდებს მიქაძის ტერორის საქმეზე პროკურატურამ ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა, მაგრამ არც ერთი დანაშაულს არ აღიარებს. საქმის განხილვა კი სასამართლოში ახლაც გრძელდება.